მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული სამართლებრივი დავის დეტალებზე სასამართლოს ინფორმაცია ივანიშვილის ადვოკატმა მიაწოდა. როგორც თეიმურაზ წიქვაძე ხვება, ბიტკოინების საქმეში სოლიდური თანხის ჩადება ბიძინა ივანიშვილს სწორედ ბაჩიაშვილმა შესთავაზა. ინვესტირების შემდეგ კი ინვესტორს სრული მოგების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცა და 53 მილიონამდე დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. თავად გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ბაჩიაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე დაიკითხა, რომელმაც ბაჩიაშვილს და საქმეში დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული დავის დეტალებზე ისაუბრა. წიქვაძის თქმით, ბიტკოინების საქმეში სოლიდური თანხის ჩადება ივანიშვილს სწორედ ბაჩიაშვილმა შესთავაზა. ჩემი მარწმუნებელია და ინვესტორი კრიპტოვალუტის მაინინგის ნაწილში. ეს განხორციელდა თუ არ ვცდები 2015 წელს, როდესაც ბატონი გიორგი ბაჩიაშვილი მივიდა ჩემს მარწმუნებელთან და საბოლოო ჯამში იმ პირობებში, როდესაც მას არავითარი კრედიტი დამტკიცებული არ ჰქონდა და ჰქონდა პრობლემები გარიგების დადებასთან დაკავშირებით, მიმართა უკვე შემდგომ თხოვნით ჩემს მარწმუნებელს, რომ მას განეხორციელებინა ინვესტიცია და შეევსო ეგრეთ წოდებული კონტრაქტის თანხა. ეს გარემოებები ჩვენი პოზიციით დასტურდება საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით. კერძოდ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მარწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და ეს გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. წიქვაძის თქმით, ერთადერთი პირი, ვინც აღნიშნულ ბიზნეს პროექტში რისკი გასწია, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. ივანიშვილის ადვოკატის თქმით, საქმეში თანხა ბაჩიაშვილმა ჩადო, თუმცა თანხის უდიდესი ნაწილის ინვესტიცია სწორედ ივანიშვილმა განახორციელა. წიქვაძის თქმით, მისი ინფორმაციით ივანიშვილის ინვესტიცია 5 მილიონი დოლარი იყო, რომელიც ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკისგან აიღო. ბაჩიაშვილმა კრედიტი მოგვიანებით დაფარა, თუმცა დავის საგანია ბიტკოინების რეალიზაციისგან მიღებული თანხა. ეჭვები გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა მტკვარი-გეს და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს ეჭვები. გამოვლინდა, რომ იმ ნაწილშიც ჩვენი ღმერთმენით ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების გაფლანგვას და მითვისებას, თუმცა იქ ასე ვთქვათ, ის საქმე ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რა ეტაპზეა და მიმდინარეობს გამოძიება. ივანიშვილის უფლებადამცველმა ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზეც ისაუბრა. ბაჩიაშვილმა გუშინდელ პროცესზე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მისი წარმომადგენლის მეშვეობით მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოო დასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%. წიქვაძის თქმით, ეს არა მუქარის, არამედ ბრალდებულთან მოლაპარაკების მცდელობა იყო. ჩვენი განზრახვა და ჩემი სურვილი ეხა როგორც წარმომადგენლის ვიღაცის დასჯა კი არ არის, მიმდინარეობს უბრალოდ ჩვენ პოზიციებს ვისავთ. თუ მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები არის შელახული, ჩვენი ბიტკოინები უბრალოდ ჩემი მარწმუნებლის არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არავითარი კრიმინალური შოჩიკები არავისთვის არ აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს WhatsApp-ის მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ორი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცეს პროკურატურის გამომძიებლებმა. ერთ-ერთი გამომძიებლის დაკითხვისას დაცვის მხარე დაინტერესდა გამოძიების ფარგლებში სად მოხდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა. პროკურატურის გამომძიებლის განცხადებით, დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა საქმეში ორჯერ მოხდა და ორივე გამოკითხვა პროკურატურის შენობაში განხორციელდა. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, წიქვაძის საქმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ბაჩიაშვილის განცხადებით, სწორედ წიქვაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურორი კი ფიქრობს, რომ დაზარალებულის ადვოკატმა პროცესზე დაადასტურა ის, რასაც ბრალდება ბაჩიაშვილს ედავება.
ერთადერთი რისი მოწმეს ეს კაცი იყო ივანიშვილმა გაატანა წერილი, რომელიც მიიტანა პროკურატურაში. დანარჩენი როგორც თვითონ ეთქვა ამ პროცესზე, ის ყვება ივანიშვილის მონათხრობს და რაღაც თავის საბუთებიდან რა დასვას გამოიტანა, ამ დასვას ვთქვათ, აცნობებს სასამართლოს. როდესაც არც ექსპერტი არ არის თვითონ და არც ერთი ამ საქმის დეტალის მომსწრე. არანაირი წერილობითი მტკიცებულება ამ ინვესტიციის, ეგრეთ წოდებული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს. არის მხოლოდ ზეპირი განცხადებები, ხოლო რაც შეეხება ფაქტს თვითონ როგორ უნდა დასტურდებოდეს მსგავსი ფორმით ინვესტირება, ამას კანონმდებლობა ადგენს ძალიან დეტალურად და ამომწურავად. თალსახა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა რეალურად ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. მისი ჩვენება განმეორდები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განმარტებები სრულად თანხმედრაში არის დოკუმენტებთან და ამ ორ მოცემულობას, მოწმის ჩვენებასა და დოკუმენტაციას შორის არსებობს სრული თანხმედრა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა ინვესტორს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ $516,900 გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი 8,986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში $43 მილიონამდე შეადგენდა. დღეს კი მილიარდზე მეტი ღირებულებისაა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.